მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია, ეს რუსთავი 2-ია და ეთერშია ბატა და ნიკას შოუ. მე შევეცდებით უფრო სწრაფად ვილაპარაკოთ, რადგან 11 საათზე შვეიცარია ბოსნია-ჰერცეგოვინას თამაში იწყება და უნდა ვიჩქაროთ. ვინც ახლა იფიქრა სამი გუნდი ერთდროულად როგორ ხვდება ერთმანეთს, შვეიცარია, ბოსნია და კიდევ ჰერცეგოვინაო, გილოცავთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი თქვენთვის არ დაწყებულა. მნიშვნელოვან ამბებს ვერ გამოვტოვებთ და ამიტომ შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიპის და დროსტარების და ფეხბურთის ყურების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიჩაშვილი. მსოფლიო ჩემპიონი და დასრულდა თურქული, ბრაზილიური და მექსიკური სერიალების პარპაში. მაგრამ ეს ნელა არა ქართულისა. მიხოდა მარო ისევ ფორმაშია, ისევ შაბათკვირას გადის ახალი სასაცილო მსუყე და საინტერესო სერიები. ნუ შეიძლება დროში ცოტა მაიწიოს ხოლმე საღამოს 10 საათიდან, მაგრამ შორს არ წავა, ცოტა იქეთ, ცოტა აქეთ. მთავარია ანონსებს ადევნო თვალყური და არ გამოგრჩებათ გეფიცებით. კი ბატონო, იცი სხვათა შორის აშკარად ფიფაშიც უყურებენ მიხოდამაროს და ისექნეს, რომ საღამოს 10 საათზე არ დაგვასვეს თამაში. ამიტომ არ უნდა გამოტოვოთ. მიხოდამაროს ახალი სერიები ფეხბურთს, ჟანსაღი, სიცივი, ლუდზე უფრო უხდება, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ვუყურე და ცოტა ნაწყენი ვარ. ეს სელმა ჰაიეკი როგორ დაბერებული? შეკაცო, ჩვენ დაუბედით და მაგას რა მოვიდო და 3 კურსი წინ იყო ეგ ჩვენზე. გახსნაზე შაკირამაც იმღერა და ამით გაამჯობესა სტატისტიკა, რომელიც მიხედვითაც ბოლოს 3 მსოფლიო ჩემპიონატზე შაკირა უფრო მეტჯერაა ნამყოფი ვიდრე იტალიის ნაკრები. სამაგიეროდ ზოგი ისეთი გუნდი მოხდა ჩემპიონატზე, რომ ჰიმნის დროს თვითონ ფეხბურთელებიც გუგლში ეძებენ საკუთარი ქვეყნის ჰიმნის ტექსტს. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაციებიც დაფიქსირდა. დიახ. ყატარმა შვეიცარიასთან ფრეი თამაშა. კურასაომ გერმანიას გოლი გაუტანა და მაროკოს ვერ მოუგო ბრაზილია. სენსაცია ეგ შედეგები კი არა. სენსაცია ისა, ეგ გუნდები რომ თამაშობენ მსოფლიოზე ჩემონიკა. სხვათა შორის ერთ-ერთმა ჩემთვის საუკეთესო გუნდმა კაბო ვერდემ და ესპანეთმაც ფრეი თამაშეს. კარგი რა. ნუ გადამრიე. რა გუნდია ეგ საერთოდ? ან როგორ მოხდა მსოფლიოზე ეს და ესპანეთი არის. კურასაოს ფეხბურთელები არიან შოკში. რაო? პირველი 11 კაცია თავის ქვეყნიდან, ვინც მექსიკის გავლით არ ჩასულა ამერიკაში. მოკლედ, წელს ისეთი უცნაური ქვეყნები მონაწილეობენ, თამაშს კი არა, რუკას უყურებ. ამიტომ მივმართავ რუსთავი 2-ს. სპორტული კომენტატორის გვერდით მინიმუმ 1 გეოგრაფიის მასწავლებელია საჭირო და ვიზრუნო თამაშს. კი ბატონო, გეოგრაფიაში ცუდი ნიშანი ვისაც ყავთ, ფეხბურთს ჩაუჯექით ბავშვები. მაგრამ ისეთ დროს გადის თამაშები, ბავშვებს გაუჭირდებათ ყურება. მეც პირველ ტაიმს ტელევიზორში უყურებ და მეორე სიზმარს. ამერიკის გუნდებს კიდე არაუშავთ და ევროპის გუნდები მტკნარებით თამაშობენ დააკვირდა. ძალიან მეცილება. იტალია რომერ მოხდა მსოფლიოზე. აშკარად გამოროტებულები არიან რა. ნახე რა კანონი გამოსცეს ქვიშიან სანაპიროზე. პირსახოცის გამოყენებაზე 100 ევროა ჯარიმა. რატო? რადგანო სველი პირსახოცით ქვიშის მარაგი გადის სანაპიროდან. რაშა? რაც წუნა ხალხია ეს იტალიელები. პლაჟიდან ქვიშა კი არა, ოქროს საწმისი გავატანეთ ბერძნებს და მაღაზი არ გვიტივია კაცო რა არის? გეუბნები, მე რასო გამოროტებულები არიან. განა რამდენი ქვიშა უნდა წაიღო პირსახოცით პლაჟიდან. რო ეკოლოგია და აზია. რასო? სეირანას
ქობულეთიდან იმდენი აქვს წამოღებული სველიკი საკუთით რომ სახლი ააშენა იმ ქვიშა და ღორღით. აგი რა ცოცხალი ადამიანი ღმერთად ითხრას ამყოფს. ესე იგი იტალიაში ქვიშის ფეხბურთი, ფრენბურთი და რაგბიც აკრძალულია. წარმოიდგინე ოფლიანი ტანით რამდენ ქვიშას გაიტანენ. სხვათა შორის იტალიის ეკოლოგიის დაცვის ერთმა ცოტა გარყვნილმა წარმომადგენელმა კაცმა განაცხადა სველიო საცურაო კოსტუმებითაც ბევრი ქვიშა გააქვთ ქალებს პლაჟიდან და მოვითხოვ რომ არავითარი კუპარნიკებია. გაიხადა. და ისე ტანტალა გააკეთონო. მოკლედ ვერ მოხვდრებ მსოფლიო ჩემპიონატზე და აღარ იციან რითი გამწაროთ ტურისტები. თავი და თავი ეგ. აბა ამაშია საქმე. სამაგიეროდ ავსტრალია მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და საგულშემატკივროდ მთელი ავსტრალია გაყვა მე მგონი. დაცალეს ქვეყანა. განცხადება ვნახე ინტერნეტში. ავსტრალიაში იყიდება ქალაქი, რომელშიც მარტო 2 ადამიანი ცხოვრობს. ხო, თან ძალიან კარგი აქცია აქვს. თუ ამ ქალაქს იყიდი, საჩუქრად მოყვება 3 სოფელი 1 ადამიანით და დასაკეთს 2 კაციანი თეატრი. ჩაგეცე კარგია დასაკეთია. ეგ კარგია ნამდვილად, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს შემონიკა. კაც ჯოკრის თამაში რომ მოგინეს, მეზობელი ქალაქიდან უნდა დაიმატო ხალხი. ო, ცოტა რთულია რა. ერთ მეზობელს ერთავნი ორს თხოვ, მეორე მეზობელს ხახს და კონდარის როდაქშიდეს ვის უნდა მიადგები? კოალას თუ კენგურუს თუ. კაი, გადავიფიქრე, აღარ ვიყიდი მაგ ქალაქს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად შესაბამისად კრიმინალმაც იმატა მექსიკა, ამერიკა, კანადაში. დააკავეს ბრაზილიერი დამნაშავეები და მათთან ერთად თუთიყუში. არ ერგებლით. მარჯილო. თუთიყუში, რომელიც კრიმინალებთან ერთად მუშაობდა და ძარცვის დროს წინასწარ აფრთხილებდა პოლიცია მოდის. დააკავეს, თორე გალით გააკვირებდი ახლა მაგას. თან ეს თუთიყუში გაბოროტეული ყოფილა. ბრაზილიის ნაკრებმა ისეთი ფეხბურთი ითამაშა, აწი გინდა დამიჭირეთ, გინდა დამხვრიტეთ. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები ითხოვენ გამოუშვით ეგ თუთიყუში. დაცვაში დავაყენებთ მაგას, წინასწარ გვეტყვის შედევრი დაიწყება. ჩვენც რა შეგვიძლია ვთქვათ, მოულოდნელი სვაბოდა თუთიყუშ ძმაო. ახლა ძალიან არ გაგვიგრძელდეს საუბარი. ბრწყნიან შვეიცარიელები და ბოსნია-ჰერცეგოვინელები ყველაფერს. მერე ღამის 2 საათზე კანადა, ყატარი იწყება და 5-ზე მექსიკა, სამხრეთ კორეა. დაგხოცავ ჩვენ ეს ფეხბურთი გეუბნები, დაგხოცავ. არა როგორ გინდა არ უყურე. შეხოთაშორის ქუჩაში ვცნობ, ვინაა გულშემატკივარი და ვინ არა. აი დააკვირდი, უყურე. თუ ადამიანს გამოუძნებელი სახი აქვს, ესე იგი ფეხბურთს უყურა. კი ბატონო. გასაგებია. ჩვენ ხვალ არ გვაქვს ჩაწერა და დღეს 3-ვე თამაშს ჩაუჯდებით, მაგრამ აი ორშაბათ დილით რა გვეშველება, ეს აღარ ვიცი. და ეს ჩვენი დარდი სიმღერად გვინდა გაგიზიაროთ ჩვენო ერთგულო მაყურებელო. ხომზოთ ხარ? მე სულ მზადა ვარ. კი ბატონო, მოკლედ სანამ დაიწყება ფეხბურთი ჩვენც ვიჩქარებთ და გთხოვთ. ფონოგრაფია